სახალხო დამცველი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და ის ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც მოსახლეობისგან მიიღო. ჩანანუაშვილის განცხადებით, ქუთაისში მნიშვნელოვან პრობლემას საბინაო ფონდის არარსებობა წარმოადგენს. სახალხო დამცველი დაინტერესდა, გათვალისწინებულია თუ არა უსახლკაროებისთვის თანხები. და საკრებულოს წინაშე დავაყენეთ მთელი რიგი საკითხები, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, საუბარი იყო საბინაო ფონდის არარსებობაზე, ზოგადად სათანადო საცხოვრისის პრობლემა, რეალურად ეს ამ უფლების რეალიზაცია სამწუხაროდ ვერ ხდება და ამის შესახებ იყო არაერთი მომართვა ჩვენი ოფისადმი, ასევე დევნილთა თემატიკა, რომელიც კვლავ შეიძლება ითქვას მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა სერიოზულ პრობლემად რჩება. მოსახლეობიდან ხშირია მომართვების საბინაო პრობლემებთან დაკავშირებით ისინი ითხოვენ კონკრეტულად საბინაო ადგილებს, სადია თვითმმართველობას და ეს არ აქვს საშუალება იმისა, რომ მოქალაქეებს აკმაყოფილებინები საბინაო ფონდის არარსებობის გამო, თუმცა ჩვენ გეგმავთ შეიქმნას კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ეტაპობრივად შესაძლებლობას მისცემს იმისა, რომ არსებული პრობლემები მოგვარებული იქნას.